ქართულმა ოცნებამ სავარაუდოდ არაბ ინვესტორთან ურთიერთობის ტაქტიკა შეცვალა. კრწანისის ტყეპარკის ტერიტორია, სადაც Eagle Hills-ი მშენებლობას აპირებს კომპანიას, უზურპრუქტით გადაეცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი არც ბანკში დაგერავება და არც გაყიდვა შეეძლება. ესა დროებითი პირობა, რომელსაც შემდგომში შესაძლოა უკვე ამ მიწის საკუთრებაში გადაცემა მოყვეს. რას ნიშნავს ოცნების ეს გადაწყვეტილება და იზღვევენ თუ არა ოცნების ჩინოვნიკები თავს? შეფასებებით თამარ დემეტრაშვილი უერთდება ფორმულას პირდაპირ ეთერს. უზურპრუქტით კრწანისის ტყეპარკის ტერიტორია 2 წლის ვადით აქვს გადაცემული ერთობლივ საწარმო Eagle Hills საქართველოს. რამდენიმე ათეულ ნაკვეთზე საჯარო რეესტრში ხელშეკრულებები უკვე რეგისტრირებულია. უზურპრუქტი ესაა საკუთრების შეზღუდული ფორმა, ინვესტორს მიწის გამოყენება შეეძლება, თუმცა მისი ბანკში დაგირავება ან გაყიდვის უფლება საკუთრების ეს ფორმა ამას არ იძლევა. საუბარია 6 მილიონ კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს სოფელ ახტაკლიაში, კრწანისა და ფონიჭალაში. არაბული პროექტის წინააღმდეგ მასობრივი პროტესტის ფონზე ნიშნავს თუ არა ეს ირაკლი კობახიძის გუნდის უკან დახევას, თუ ის უბრალოდ თავს იზღვევს. ეკონომისტები ამბობენ, რომ საზოგადოებრივმა აზრმა გარკვეულწილად იმოქმედა, თუმცა Eagle Hills-თან გაფორმებული გასაიდუმლოებული ხელშეკრულების უკან მაინც შეიძლება იმალებოდეს საეჭვო გარემოებები. ოცნების ხელისუფლება შეშინდა, შეწვალამაც გაჭრა და მიხვდნენ, რომ ეს უფლო ინვესტორი შესაძლებელია ამ მიწის გადაფორმების შემდეგ ფაქტობრივად მრავალწლიანი, ასე ვთქვათ, გაჩერებული მშენებლობის მონაწილე გამხდარიყო და ამიტომ 2 წლიანი, ასე ვთქვათ, საცდელი ფორმით გადასცა მიწა და შემდეგ დააკვირდება, შემოიტანს თუ არა მართლაც რაიმეს, ბოლოს და ბოლოს მოიტანს თუ არა ფულს. და უკვე რაღაც სხვანაირი პრინციპი გაჩნდა, ჯერ ფული, მერე მიწა. მთავრობა მიხვდა, რომ შესაძლებელია იმაზე უარესი რამ მოუვიდეს, რაც მოხდა ნამახვანში, როდესაც თურქებმა დაგვაჯარიმეს და 400 მილიონი დოლარი წავაგეთ სასამართლოში. ეს უზურპრუქტის თების შემოსვლა კიდევ უფრო ამძაფრებს იმეჭვებს და კიდევ უფრო უკეთებს ამ ჩვენს მიერ გამოთქმულ შეშფოთებას ამ საკითხზე, რომ აქ დიდი დარღვევით მიმდინარეობს ეს პროცესი. ეს არის დიდი დანაშაული საქართველოს მოსახლეობის მიმართ და სახელმწიფოს მიმართ. ძალიან ესეთი დაუფიქრებელი არაპროფესიონალური მიდგომით ხდება სახელმწიფოს ამხელა მილიარდობით ღირებულების ბისგან კარგვა გაურკვეველ სიტუაციაში, პლუს სახელმწიფოს მხრიდან ხდება ასევე მოტყუებაში შეყვანა ვითომ ვიღაცა 300 პირველი მყიდველის, ვისაც მიყიდეს ის, რაც ფიზიკურად არ არსებობს და არ არსებობს არც ის მიწა, რომელზეც უნდა აშენდეს ეს საომავლო ქონება. მაყურებელს შევახსენებთ, რომ არაბმა ინვესტორმა კომპანია Eagle Hills-მა ოცნების მტკიცებით თბილისსა და გონიოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს და საცხოვრებელი უბნები ააშენოს. ამისთვის ერთობლივი ქართულ-არაბული კომპანია დაარსდა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფოს წილი 33%-ია. და ამ წილის სანაცვლოდ ქვეყანამ პროექტში აქტივებად მიწა შეიტანა. სამაგეროდ ამ დრომდე დაზუსტებით არ ვიცით, რა თანხას დებს ან დებს თუ არა საერთოდ რამეს ინვესტორი. რადგან თავად კობახიძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუს დროს აღიარა, რომ პროექტი ნაწილობრივ ჯერ არ აშენებული და უკვე გაყიდული უძრავი ქონებიდან მიღებული ფულით დაფინანსდება. ხელშეკრულებას კი, რომელიც ოცნებამ არაბ ინვესტორთან გააფორმა, საიდუმლო გრიფი ადევს.